რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში უბრუნდებით, თქვენ უყურებთ ქრონიკას 8-ზე. ფერეიდნელებსა და ლაზებს სურთ ისტორიული სამშობლოს ქართული პასპორტით დაუბრუნდნენ. ირანსა და თურქეთში მცხოვრები ქართველების ნაწილი საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაში დახმარებას პრეზიდენტს და პატრიარქს თხოვს. როგორც ორგანიზაციამ მსოფლიო ქართველთა კავშირი ფენიქსის წარმომადგენლები აცხადებენ, ორივე ქვეყანაში დაახლოებით 1,5 მილიონი ქართველი ცხოვრობს, რომელთა დიდ ნაწილს ისტორიული მოქალაქეობის აღდგენა სურს. ამჯერად მათი სურვილის ასრულება მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია, თუმცა პროცედურების გასამარტივებლად ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს ითხოვენ. წერა კითხვა საიდი ფერეიდნელ ქართველებს თბილისში უკვე 4 წელია ასწავლის, ამბობს, რომ თავადაც მე-17 საუკუნეში გადასახლებულთა მე-17 თაობას წარმოადგენს. თბილისში ოჯახთან ერთად ჩამოვიდა და ორმაგი მოქალაქეობაც მიიღო. ამბობს, რომ მას სხვა ფერეიდნელებისგან განსხვავებით გაუმართლა. აქ იმ გარკვეული კატეგორიაზე და ადამიანებზე ალაპარაკი, რომლებსაც მთელი გული და სულით უყვართ თავიანთი ისტორიული სამშობლო და უნდათ რომ ემსახურონ და არა მარტო რომ თქვათ ვინმე უნდა მარტო პასპორტით, ამ პასპორტით ისარგებლოს. ანალოგიური პოზიცია აქვს გაფარ ილმასსაც. გვიყვება, რომ თურქეთში ქართული ენისა და კულტურის შესანარჩუნებლად არაერთი ღონისძიება ჩაატარა, თუმცა სამშობლოში ეს არ დააფასეს. ახლა მსოფლიოს ქართველთა კავშირის წარმომადგენელი კონსტიტუციაში შესაბამისი მუხლის შეცვლას ითხოვს, რის შემდეგაც მათთვის ორმაგი მოქალაქეობის მიღება გამარტივდება. ჩვენ გვინდა რომ წარმოშვებით ქართველი, სურველნი ქართველი ვიც არის დიასპორის წარმომადგენელი, ლოგიკური და მიზანშეწონილი პირობების დაასახელონ და ეს პირობებმა დაიცავოს კანონით და ვისაც დააკმაყოფილებს ეგ პირობებს მიანიჭოს ორმაგი მოქალაქეობა. ფერეიდანში და თურქეთში მცხოვრები ქართველების თხოვნაზე კომენტარი დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააკეთეს. პრეზიდენტი ორმაგი მოქალაქეობის საკითხის განხილვას იუსტიციის სამინისტროს მიერ საკითხის შესწავლისა და შესაბამისი დასკვნის საფუძველზე ახდენს. ფერეიდნელ ქართველებზე მინდა გითხრათ ასევე, რომ არაერთი მოთხოვნა მათი მხრიდან სხვათა შორის ყოფილა და დაკმაყოფილებულია პრეზიდენტის მიერ. იუსტიციის სამინისტროში კი ორმაგი მოქალაქეობის მიღების მსურველთა ზუსტი რაოდენობა გაგვაცნეს. სია 100-მდე ადამიანს ითვლის. 2016 წლის განმავლობაში 61 ირანის მოქალაქეს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. მათი უმრავლესობა კი ქართულად მოლაპარაკე ფერეიდნელი ქართველები არიან. აქედან მხოლოდ 20 ჰქონდა დადგენილი თანამემამული სტატუსი. რაც შეეხება კანონმდებლობას, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება ირანსა და თურქეთში მცხოვრები ქართველებისათვის მნიშვნელოვანი საკითხია და მას მე-9 მოწვევის პარლამენტი აუცილებლად განიხილავს. Წარუმატებელი მსჯელობა საჭირო და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ფერეიდნელ და სხვა ქართველებს, მსოფლიოში მცხოვრებ ქართველებს ყველანაირად ხელი შეუწყოთ, რათა ქვეყანასთან კავშირები არათუ არ დაკარგონ, არამედ გააღრმავონ და გააძლიერონ. ამჟამად ქვეყნის კანონმდებლობა ორმაგ მოქალაქეობას არ კრძალავს, თუმცა ეს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციაა. მსურველთა რიცხვი კი საკმაოდ დიდია, როგორც მსოფლიო ქართველთა კავშირში გვეუბნებიან, მხოლოდ თურქეთსა და ირანში ცხოვრობს 1,5 მილიონზე მეტი ქართველი, რომელთა დიდი ნაწილი ორმაგი